მაშ ასე ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენთან სტუდიაშია მიუკერძოებელი ტასო ბარნოვა, რომელთან ერთადაც დღეს დავამტკიცებთ, რომ სინამდვილეში ცოდნა ფულია. აუხა! მაშ ასე. ყურადღება, ტასო, პირველი შეკითხვა უნდა დაგისვა. აუ, პირველი სულ იმას მეკითხებიან ხოლმე, ან სახელმას რას აკეთებ და ეგ უნდა მკითხა? არა, უნდა კითხო. რა დაეცა ნიუტონს თავში? A. სხალი, B. ქლიავი, C. გოგრა, თუ D. ვაშლი. არ ვიცი სწორი პასუხი, მაგრამ ლოგიკურად შემიძლია რომ გავყვერა. ბატონო, აი ლოგიკა მნიშვნელოვანია ამ თამაში. სხალი არ დაეცა, იმიტომ რომ სხლისგან მურაბას აკეთებენ. ქლიავი უნივერსიტეტში ვისწავლე, რომ ერეკლე მეორეს დაეცა თავში და ლოგიკურად, ანუ ქლიავი ვერ დაეცემოდა ორივეს, ესე იგი გოგრა რომ დაცემოდა, ანუ გოგრა ხო დიდია რა, ანუ ხო მასშტაბურია გოგრა. ანუ რომ დაცემოდა რა, უეჭველი მოკლავდა და თუ მოკლავდა, ანუ მე ვეღარაფერს ვეღარ გამოიგონებდა და მე კიდე ზუსტად ვიცი რომ ნიუტონმა გამოიგონა iPhone-ი და თან iPhone-ის ლოგოზე ხო ვაშლია. ხო და ესე იგი სწორი პასუხი არის D, ვაშლი. ტასო ბარნოვას პასუხი არის ვაშლი. და შენ გაქვს 30 ლარი. 30 ლარი მეორე შეკითხვა. ვინ დაარსა თბილისი? A. ნარმანია 40 ლარი, B. გორგასალი 30 ლარი, C. შარდენი 20 ლარი და D. ნიკუშა 50 ლარი. ნიკუშას დაესწრებინა ვიცნობ და უეჭველი მეტყოდა. ხო, ესე იგი ნიკუშა გამოიცხა. და კარგი. კარგი სწორად მიდიხარ, მიდი. ნარმანია თბილისელი ვაფშე არ არის და მაგას მაქსიმუმ ზუგდიდი დაეარსებინა, ხო? მაგრამ ეგეც არ ამგონია, მაგრამ თბილისი არც ერთ ვარიანტში, ესე იგი ნარმანია გამოირიცხა. კი ბატონო. ანუ შარდენი ხო კუჩა. ხო. ანუ ხო სულ დავდივართ და ანუ კუჩა ხო ქალაქს ვერ დაარსებდა, იმიტომ რომ კუჩა ხო ანუ ქალაქშია. შია კი. ხო. ხო და თან ანუ ძალიან სწორი იქნებოდა რომ შარდენს დაეარსებინა, მაგრამ მაშინ ხო ძალიან მარტივი იქნებოდა. ძალიან მარტივი იქნებოდა, კი ბატონო. და მაინც რახან ფულზე ვთამაშობთ, ესე იგი შარდენი არ არის, ხო? ესე იგი ნიკუშა ნარმანია შარდენი გამოირიცხა და დარჩა ის, რაც დარჩა. გორგასალი. ხო, არ ვინც არის? ხო, გორგასალი. აი გორგასალი არის ჩემი საბოლოო პასუხი. კი ბატონო, B. გორგასალი. მე გარწმუნებული არ ვარ. შეგვიძლია დახმარების გამოყენება, მაგრამ უკვე დავაგვიანეთ. იმიტომ რომ პასუხი არ გიყვარს დახმარება, კი ბატონო, პასუხი დაფიქსირებულია, რაც არის და სწორი პასუხია გორგასალი. და რაც ვარ ჩემი თქვა რა. ყველას დახმარების გარეშე. კი ბატონო და 60 ლარი გაქვს ყველა დახმარების გარეშე. 20 ლარი მაკლია რომ ულიმიტო აბონემენტი ვიყიდა სოლარიუმის. ხო, ეხლავე აი დავსვათ შემდეგი შეკითხვა და ნახოთ. ნახოთ. სად თამაშობს მესი? A. მილანი, B. რეალი, C. ბარსელონა თუ D. მანჩესტერი. მილანში რომ კახი თამაშობდა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ანუკასთან ძალიან მეგობრობ. ხო და უნდა ჩავსულიყავი დაჟე წინა წელს. კი არა და 2000 რაღაცაში, მაგრამ ვიზა არ მომცეს, იმიტომ რომ არეულობა იყო თუ რაღაც და მაგპეჩო ვიზა არ მომცეს. მილანი როგორი ქალაქია, იცი რომ აი ჩადიხარ რა და სულ მაღაზია. ქალაქი კი არ არის, ანუ ქალაქი როგორ არ არის, არის ქალაქი, მაგრამ აი შეიძლება არასწორად ვამბობ, მაგრამ მაინც ესე ვიტყვი რომ აი მაღაზიების ქალაქია რა. მილანი. ხო. ხო და იქ ანუ ფული უნდა გქონდეს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ძალიან მესი სათამაშო მეკითხება კითხვა, იმიტომ რომ პასუხი გჭირდება სასამართლოდ. მესი თამაშობს ბარსელონაში, მაგრამ მილანზე არ გაინტერესებს, ხო? ანუ არ გაინტერესებს, ხო? იქ შანელის მაღაზია, პრადას მაღაზია, ყველა ვიცი რა არის შემდეგ არის, იცი? ანუ იქ დაჟე რუკებს გაძლევენ რა, მარტო მაღაზიების რუკა, ისეთი კი არის, ყველაში რო კიდია, დებილური რუკა. ანუ საბოლოო პასუხია C. ბარსელონა? ხო, ბარსელონა, მაგრამ გიყვები რაღაცას, ხო? კი, მაგრამ აქ ხო ფულზე თამაშობს ეხლა და ანუ ფულის მეტი არაფერი ინტერესი არ უნდა გქონდეს ადამიანს? მაგიტო მოვედი?
კი, მაგრამ თამაში არის ცოტა. ანუ ბაბში არ მოსვარ, იმიტომ რომ აი მარტო ფულზე მეთამაშე. ანუ თან რაღაც ჭყატის ცემ და მაგიტომ მოვედი რომ მე გავეყარაკებით ხარა და არ მოვაპარაკებ. კი ბატონო, მაგრამ ეგ სხვა შოუა, ეგ ცოტა ანუ შოუ, მარტო შოუ და ფული და ეგეთი რაღაც ანუ წმინდა არაფერი არ დარჩა ტელევიზიაში. ანუ როგორ არ დარჩა, წმინდეს მეტი რა არის ტელევიზიაში, მაგრამ რა არის ციდო აი არ მაინტერესებს გამწვანე პირდაპირ რა. შენ თუ არ მისმენ, არც მე არ გისმენ. კარგი, ცე ბარსელონა. მოვიგე ხა რა თუნდა მე სირო ბარსელონაში თამაშობს მაგას რა თუნდა ვაპარაკე. აი მოიგე კი ბატონო. 60 ლარი გადემართა. კარგი და მეხუთე გარანტირებული შეკითხვა, რომელსაც რადიო იმედი დაგვისვამს. საცხოვრობ ვაკეში ხო, ვაკეში. 60 ლარიანი კითხვა, ბ დიღომში არა, 70 ლარიანი, c გუდანი 50 ლარი ხო, ახლა დავაბრუნე. და d საბურთალო 80 ლარი. არა, საბურთალოსაც არ. რატო 80 ლარიანი პასუხი? რა ვიცი. მე ვცხოვრობ ვაკეში. გავაფიქსირო ეს პასუხი? აი მე ადამიანი ვაკეში ვცხოვრობ. საბოლოო პასუხია? ვაკეში. ვაკე. და 60 ლარი გვინდა. ხო, გვინდა რა. ანუ თუ ეს არასწორი პასუხი იქნება, იმ შემთხვევაში ჩვენ თუ თანხას დავკარგავთ და 0 ლარით წავალთ აქედან. ანუ პასუხი სწორი იქნება, მაგრამ სწორი იქნება თუ არასწორი იქნება, მე ხა ვიცი რა ვაკეში ვცხოვრობ. კი ბატონო, სწორი პასუხია? სწორი პასუხია გლდანი. რომელიც 50-ს მოიგებდი, ანუ 60 ლარი 50. არა, თქვა დუტა. არა, როგორ არა? არა, დუტა ვაკეში ვცხოვრობ მე. დუტა ვაკეში ვცხოვრობ მე. კი ბატონო, შენ თვითონ რომ ვაკეში. ვაკეში ვისაფროს, გაბიცები ვაკეში ვცხოვრობ. აი, ჩვენ თამაშობდით ტასო ბარნავასთან და სამწუხაროდ ის 0 ლარი ტოვებს ჩვენს პროექტს. ჩვენ ერთმანეთს სამშაბათ შევხვდებით იმედზე საღამოს 10-ზე. არა, ბიჭო, ასე დუტა, ასე არ დავამთავრო, ახლა გადაცემა რა. აი, დუტა,